გამარჯობა მეგობრებო, ფინიკი მოდაში მოვიდა ძალიან საქართველოში. ფინიკი ბუნებრივი შაქარის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ მაგისი მეორე მხარესაც არის. არის რაღაცა მინუსები, ან არსებობს ეგეთი ადამიანი, რომელისთვის ფინიკის ჭამა იმდენად ჯანმრთელი, იმდენად სასარგებელი არ არის. დღის ვიდეოში ფინიკი როგორ უნდა ჭამო, ფინიკში რა შედის, რატოა ჩვენი ორგანიზმთვის სასარგებლო და რომელი ადამიანმა ფინიკი არ უნდა ჭამო. კი ბატონო, პირველი ეს არის, რომ ნუტრიენტებით სავსეა B6 ვიტამინი შედის, კალიუმი შედის, სპილენძი შედის, მაგნიუმი შედის, რომელიც ყველა მიცი სასარგებლოა, მაგნეზიუმი კუნთებისთვის, ტვინის ჯანმრთელობისთვის, ძილისთვის, კარგია B6 ვიტამინი პლუს სპილენძი. კი ბატონო, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, სადაც იჩვენება, რომ სპილენძი ცოტა არის, ნაკლებობა არის, მაგრამ მაინც სპილენძი, C ვიტამინი ერთი ეს საშუალება არის, რომ ელასტიური რო იყო კანი მუხლების ტკივილის დროს. იმიტომ ამის ორის ნაკლებობა თუ იქნება სპილენძის და C ვიტამინის, მაშინ კოლაგენი კარგად არ გაკეთდება. შაქარის ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალებაა ადამიანი, რომელიც ფიქრობს შაქარის დაანებო, თეთრი რეფინირებული შაქარის დაანებო, ერთ-ერთი ალტერნატივა არსებობს, რომ ფინიკით გაათბობთ თქვენი ჩაი, ყავა, რძე, ყველაფერი შეიძლება. აქ არის ბუნებრივი შაქარი. დიდი რაოდენობით შედის მეგობრებო ბოჭკო, რომელიც ნაწლავისთვის, გადამუშავების სისტემისთვის, პლუს თქვენი ადამიანი რო ასაკში იმატება, კაბზობა აჩუქებს. ამ შემთხვევაში მაგრად დაგეხმარება ფინიკი, იმიტომ შედის დიდი რაოდენობით ბოჭკო. ბოჭკო ეხმარება კუჭ-ნაწლავის გაწმენდას. ადამიანი, რომელიც ენერგიაზე არ არიან და მაინდა-მაინც შაქარი უნდა მიიღოთ, ყავა უნდა დალიო და მერე ცოტა აზრზე მოდიან. ალტერნატივა არის ფინიკი. აქ შედის ფრუქტოზა, გლუკოზა, სუკროსა, სამი შაქარია ეს სამივე, რომელიც ჭამის მერე ადამიანი ენერგიით შეიძლება მოვიდე. შეიძლება კი არა მოვა, იმიტომ გლუკოზა წავა ზევით და ადამიანი გაიგუძებს. პლუს ვარჯიშის წინ, რომელიც ვერ ვარჯიშობს ადამიანი კარგად. ვარჯიშის წინ სამი ფინიკი ჭამეთ და ენერგია მოგიმატება ვარჯიშის დროსაც. აქ შედის ანტიოქსიდენტები ყველა მიცით დაგეხმარება სიამციროთ ოქსიდიური სტრესი. ოქსიდიური სტრესი როცა ქვევით არის, მაშინ ანთების პროცესი ორგანიზმში შემცირდება და ანთების პროცესი როცა არის დაბალი ორგანიზმში, ადამიანის კრონიკული დაავადების მოსulis შიში შემცირდება. შედის კალცია და ფოსფორი, რომელიც ძულებისთვის ადამიანს სჭირდება, როცა ასაკში იმატება, პირველი პრობლემა რას მოდის, ეს არის ძულების პრობლემა. კალცია შედის ბუნებრივი, რომელიც დაგეხმარება საგი ძულებისთვის. ეს იყო რასაც კარგია არსებობს აქ. მეორე ცუდი მხარეს რა არის? ფინიკი არის დიდი კალორიული. პატარა არის, ადამიანი ფიქრობს, მალე იწმება და არის დიდი შაქარი, რაოდენობა. კი, არის ბუნებრივი შაქარი, ბოჭკოს რო შედის, რომ ნელ-ნელა დაიმატება გლუკოზის რაოდენობა, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია. ჯოგი ადამიანს, ვისაც აჩუქებს დიაბეტი, ჭამის მერე ფინიკი, კვლევებია მეგობრებო, არ წავიდა სიცხლის გლუკოზის დონე მაგლა, ჯოგი ადამიანის ჭამის მერე სწრაფად წავიდა ფინიკის ჭამის მერე გლუკოზა. ესე თქვენს თუ ხარ დიაბეტიანი და ჭამს ფინიკი, აუცილებლად გასინჯე 2 საათი მერე როგორ მოხმედებს ფინიკი. გლიცემიური ინდექსი დაბალია და უკეთესია, რა თქმა უნდა, რეფინირებული შაქარზე. შეგიძლია 2-3 ფინიკი დღეში. ჯოგი მეუბნება 15 ფინიკი ვჭამე, 20 ფინიკი ვჭამე. დიდი კალორია, შეიძლება 20 ფინიკი მთელი დღის კალორიის რაოდენობის კალორია შედის. დიდი კალორია, დიდი შაქარია, ინდივიდუალურია ეს. როგორ მოხმედებს თითეული ადამიანს. იმიტომ ყურადღებად იყავი თუ ხარ კვებაზე, სწორი კვებაზე და გინდა რომ წონაში დაიკლოთ იმ ადამიანმაც, იმიტომ კალორია მეტია.
შეიძლება შეაჩეროთ, ანუ თქვენი პროცესი იკარგებოდი ცხიმი ყოველდღე და ფინიკი ჭამამ შეაჩირო ეს პროცესი. ფინიკი ჭამის მერე ფინიკმა იცით დაწება წებოვანია და კბილებში თუ დაიწება და თქვენ მაგის ჭამის მერე თუ წყალით არ გამოვავლეთ, მაშინ შეიძლება კბილის გაფუჩება დაიწყოთ. იმიტომ იცის კბილების შიგნით დარჩენა. ჭამის მერე აუცილებლად უნდა წყლით უნდა გამოვავლოთ, რომ გარეთ მოვიდა ეს ბუნებრივი შაქარიც. ჩვენი ორგანიზმმა შიგნით არ იცის თაბლიდან მოვიდა გლუკოზა, ფინიკიდან მოვიდა გლუკოზა და რეფინირებული შაქარიდან. არსებობს ლიმიტი. თუ თქვენ ფინიკი ჭამი ლიმიტირებულად, დღეში 2-3 ცალი, კი ბატონო, შეიძლება დიეტის დროსაც ჭამო, ეს ინდივიდუალური იქნება, თუ მოგიხდა ჭამე, დიდი კალორიულია, გაფრთხილება, რომ ეგეთი ადამიანი, ვისაც სიმსუქნის პრობლემა, რა თქმა უნდა, მაგალი კალორიაზე არ უნდა წახვიდე. პირიქით, ვინც ფიქრობს წონის მომატება, იმ ადამიანისთვის ფინიკი ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო არსება. თუ მოგეწონა ინფორმაცია, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და ძამთილად.